Baji ratuzi, se mi khavia khomne ის რატო რომ აი წამდაუწუ მაგრამ მოვიღო ეს ბაჩკა და არჩავა არ დაყო დაუყრისო მიყრია ეს ემართება ხომ თუთუნს კი არა გილზებს ეხლა როგორ გამოიყურე ატარებლებს მეტი რა გაიგებსა გინდა შენ საჩუქარი განახო შენ ნაჩუქარი გავაკეთე ეს ცოტა დამტვერელია დღევანდელი გადმოსახედნად ხვდები რომ ის პერიოდი რთული ოქტომბრიც ვიყავი პიონერიც ვიყავი ეს არის კუნილი ჩა მეგობარმა მაჩუქა რომელიც ბერეთ აღვეცელია ხა და მითხრა რომ ეს დედაჩემის გაკეთებულიო. Ცი როგორ ვფრთხილდები მაგას? თეატრალური დავამთავრე 2006-ში. გავხდი პროფესიონალი მსახიობი. ბევრ ფილმში მაქვს მონაწილეობა მიღებული. სხვადასხვა შენ ფილმში სულ თამაშობ, პატარა როლი იყო, მაგრამ ის მე სიამოვნო, მე პირადად რომ მივხვდი როგორი ტიპი უნდა იყოს. ალი არა ვერ დავლა ფოტოს გადავიღებ და წავალ დახვია მე რეჟისორი ვარ მოკლემეტრაჟიან ფილმში რეჯო ერთი ფოტოს გადაღება ლეზემ კიდია გაიგე სოსობლიადესთან ვითამაშე ჩემს იმდან საინტერესო იყო გმირი პერსონაჟი ვაკოსთან ვითამაშე ფილმში პროექტი იყო მშვიდობითი არაღო ძალიან საინტერესო იყო ობრაზის შექმნა ეს ვაკო კიკიბას ფილმია медальоны Пошли, канал заебись Петро, вот скажи мне, ну нахуя тебе эта макулатура сдалась? Чтобы подтираться. Опа. Я чё, парень, русскому в школе не учили, что ли? Даже я грузинский знаю. Магари Клевар. Ну чё там? Ты чё? გერმანიაში რო გავფრინდი გადაღებაზე. ისეთ რეჟისორთან ვიმუშავე. Ну აი მაგას ადარებით ჰოლივუდში მაგას ეძახიან გალივუდსკი ტარკოვსკი. Ну ჩემი ტარკოვსკი არის. ტერესმალი და ну დავიხარჯე რასაც ქვია. ბოლომდე დავიხარჯე. Даже ისეთი მომენტი იყო რომ საღამო საჭმელის რომ მოდიოდა აი იმდან დაცლილი ვიყავი რომ აი ჭამის თავი არ მქონდა საერთოდ میدونم نگران من هستی میشم مشکلات من چقدر کوچیکه یه نفر که آزاده ممکنه ارزشش رو درک نکنه
მიშელ ხაზანავიჩუსი. Baya iyi atır. ესპანელი რეჟისორი იყო მიგელ ანხელ. თხოცდაათიანებში ვაბარებდი სამხატვრო აკადემიაში. ეს რაც თავში ვარ. ვიზირები. არა ძუს კი არ მიშლის. დარი სამყარო. 90 წლები იქნება. კი. ძველი. ეს ყველა ძველი. ვარ ეს ეს ხატავდი. ას ხატავდი მართლა არის. რამოდენიმე თეატრთან თანამშრომლობდი. ეს ახმეტელის თეატრის სპექტაკლში ვითამაშე წარღვნა. მუგზარ გაჩავა რეჟისორი. მაგაზე დიდი კაიფი რა არის. 2008-ში იყო ეჭვიშჩია პრემიერა. სოსუნემსაძემ დადგა სპექტაკლი. შოტლანდიელს თამაშობდა. ეს ისო ახმეტელის თეატრის პრემიერა პანთეონი. ყველაზე მეტად რაც მსიამოვნებს მე, ძალიან ბევრია დამოკიდებული რეჟისორზე. ისეთი გარემო უნდა შეგიქმნას, რომ მოგინდეს კი არა სიამოვნება მიიღო. ყველაზე მთავარი ეგ არის ალბათ. 99 წელი 9 აპრილი რომ მოხდა, სკოლა 4 სართულიანი, პირველ სართულზე იყო შრომის ოთახი. ფანჯრიდან ვიყურებოდი. ალბათ 12-13 წლის ბიჭი იყო. რომელიც ველოსიპედით ჩამოდიოდა სკოლის ზემოთ იყო საბავშვო ბაღი. საბავშვო ბაღიდან ჩამოდიოდა ველოსიპედით. და ველოსიპედის რამაზე შავი ლენტი ჰქონდა გაკრული. 9 აპრილის მერე მოხდა ეგ ამბავი. ჩემთვის პლუსები საერთოდ არ იყო. ქალის თვალია. ეს ვიღაცის პორტრეტი არ ვიცი. ეს საერთოდ არ ვიცი რა არის. არც ეს. გავამახვილებ მე ყურადღებას და გავაგრძელებ. ყველაზე მეტად ეგ მსიამოვნს. როცა რეჟისორი ბოლომდე გენდობა და ბოლომდე განდობს. აი ტერენს მალიკთან მქონდა ეგეთი მომენტი რა მაგარი იყო. კატაჭი. სიყვარული. უფრო მინდა ხელოვნებაზე ვილაპარაკო. იმას იგნებზე. ზაღლია მამ კატასტროფა. ისე პია ბუმბული. მე შევარდი ბუმბული. რო დავინახე პატარა იყო და ძე მეკითხა რა დავარქო. და შევხედე თუ არ მეთქი ბუმბული. დავიბადე 80-იან წლებში. ამ გავიარე ყველაფერი. კომუნიზმსაც კი შევისწავლე. მე ვარ ანდროს არაშვილი. სონცეს მეძახიან.